საღამო მშვიდობისა. ანატომია ანახლებს სეზონს და მთელი წლის განმავლობაში გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი შეეცდება თქვენთვის საინტერესო პირების შესახებ ანატომიურად ზუსტი დეტალების მოძიებას. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, ვინ ყოფილიყო პირველი გადაცემის გმირი. განვიხილეთ თითქმის ყველა უცნობი და ნაცნობი გვარი, თუმცა ამ ადამიანებზე არჩევანი პირველივე დღეს არ შეგვიჩერებია, რადგან ერთადერთი, რაც მათთვის სახარბიელოდ შეიძლება ითქვას, ის არის, რომ ისინი საკუთარ ბიზნესს არ მალავენ. საზოგადოების დიდი ნაწილი მათ იცნობს როგორც პოლიტიკაში მყოფ მილიონერებს, მაგრამ მერწმუნეთ. დღეს წარმოდგენილ გადაცემაში გაცილებით დიდ მასშტაბზეა საუბარი, ვიდრე ეს ნებისმიერმა მსხვილმა ბიზნესმენმა შეიძლება წარმოიდგინოს. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ამ ბიზნესმა ფეხი დიდ რუსეთში აიდგა. ვინ არიან ძმები ბეჟუაშვილები? რას ნიშნავს გქონდეს ხელისუფლების აგიტაციის ფონზე ზედმეტად კარგი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციაში და ამავე დროს იყო საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი? ვინ არის დათო ბეჟუაშვილი, რომელზეც ჯერ კიდევ 2003 წელს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და დღევანდელი ოპოზიციის რომელ ლიდერებთან არის ის ვალში? რას ნიშნავს იყო მიშას ჯგუფელი კიევიდან? პრეზიდენტის ახლო მეგობრების, ბეჟუაშვილების დაბადებით მარტიროსიანების ანატომია. შეხვედრას რომელზეც საუბარია და რომელიც შედგა რამდენიმე თვით ადრე ამოვლენების დაწყების წინ ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის ძალიან ახლო ადამიანი, მისი წრიდან მე ამას არ ვიტყვი. ჯერეთ ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება და ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ ის პატივსცემს სტუმარ მასპინძლობას და თავად არ იტყვის ამ გვარს. ხელისუფლებამ თქვას, ნინო, ჩაატარეთ თქვენ ჟურნალისტმა ჟურნალისტური გამოძიება, ის ფოტოები ხომ არსებობს. მოთხოვეთ ვანო მერაბიშვილს მთელი სერია იმ ფოტოების. იმ ფოტოებზე თუ არის ბადრი ბიწაძე, იქნება ის ადამიანიც. კითხეთ იმ კონკრეტულად, ეხლა ძალიან გთხოვთ რა, უკრაინულ მედიაში რა გავრცელდა, მიუწვდება ხელი ვანო მერაბიშვილს გამოითხოვოს და კონკრეტულად ხელისუფლების წარმომადგენელი ესწრებოდა ამ შეხვედრას და თქვას ამ ადამიანმა იყო თუ არა იქ ვინმე კალაშოვი ან კალაშოვთან დაახლოებული პირი იყო თუ არა რაიმე კრიმინალურ გარიგებებზე იქ საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ გელა ბეჟუაშვილი დაზვერვის დეპარტამენტის შეფია და დავით ბეჟუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, შალვა ბრეუსის და ბადრი ბიწაძის კიევურ შეხვედრამდე ისინი იშვიათად თუ ახსენდებოდა ვინმეს. ბურჯანაძემ მაშინ მეუღლის მეგობარი დაინდო და რუსთავიორის პირდაპირ ეთერში არ თქვა, რომ შაქრო კალაშოვის ახლობელ ბრეუსთან მის მეუღლის შეხვედრაზე საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ძმა, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი ახლდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ბიწაძე ადვილად იცნობოდა, თუმცა ბეჟუაშვილი არსად ჩანდა და მაშინვე ითქვა, რომ დავით ბეჟუაშვილის შეხვედრაზე დასწრების ამსახველი ფოტოების გაუჩინარებაზე მისმა მზვერავმა ძმამ იზრუნა. როგორც ანატომიისთვის კონფიდენციალური წყაროდან გახდა ცნობილი ამ შეხვედრაზე, ბეჟუაშვილი ბრეუს ტელეკომპანია მზის ყიდვას თავაზობდა. თავის მხრივ ბრეუსთან დაახლოებული ბიწაძე კი ცდილობდა ბრეუსი დაერწმუნებინა, რომ მზე მოგვიანებით არა ნაციონალურ, არამედ ოპოზიციურად განწყობილ სატელევიზიო არხად ჩამოყალიბებულიყო. თუმცა გარიგება ჩაიშალა, რადგან ბრეუსს ქართულ მედიას სივრცეში ბიზნეს ინტერესები არ აღმოაჩნდა. იგივე წყაროდან ცნობილი ხდება ნაციონალური უმრავლესობის რეაქცია ბეჟუაშვილი ბიწაძის კიევური შეხვედრის შესახებ. თუმცა ეს გაუგებრობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. გიგა ბოკერიას უკმაყოფილებას გელა ბეჟუაშვილი ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან იმსახურებს და თავისუფლების ინსტიტუტის პირმშოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თანაგუნდელებისთვის იმის დამტკიცებას, რომ გელა ბეჟუაშვილი რუსეთის ფედერაციაზე მუშაობდა. მაგრამ მიშამ კიევის უნივერსიტეტის დროინდელ ჯგუფელს და მეგობარს გელა ბეჟუაშვილს ბიზნეს გადაცდომაც და რუსული კავშირებიც აპატია. ის დღეს ისევ მის ახლო მეგობრად რჩება. ის ხელისუფლებაში პრაქტიკულად ბეჟუაშვილებმა მოიყვანეს ფინანსურად თავის დროზე ყველაზე დიდი დასაყრდენი მისთვის დავით ბეჟუაშვილი იყო და როდესაც მან გადაწყვიტა ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელება უკვე პრეზიდენტად ყოფნის დროს, ანუ მედიის დაჩაგვრა, მედიის თავისუფალი ბაზრიდან გამოყვანა, სწორედ ბეჟუაშვილები გახდნენ მისი მთავარი დასაყრდენი, იმიტომ რომ მაშინ ყველა ტელევიზია, გარდა იმისა, რომელიც სხვა მილიარდელის ხელში იყო, ანუ გარდა ტელეკომპანია იმედისა, თავიდან დასაწყისში სწორედ ბეჟუაშვილების საკუთრება გახდა. რუსთავი 2-იც, მაშინდელი მზე, ხა დღეს მზე არავის არაფერში აღარ აინტერესებს და არ ახსოვს, თუმცა ეს მონოპოლიზაცია როდესაც მოხდა, მაშინ მზე ჩვეულებრივი საინფორმაციო არხი იყო, ისევე როგორც გაზეთები და რამოდენიმე სხვა მედია საშუალება.
და ეს მაშინ არავის არ დაუმალავს. პლუსი ერთი დიდი თუ არ ვიცი, ნებისმიერი სხვა ტერმინით შეგვიძლია გამოვიყენოთ, რაც ბეჟუაშვილებს ახასიათებს, არის ის, რომ ისინი პრაქტიკულად არასოდეს საკუთარ ბიზნესს არ მალავენ. და მათი ბიზნეს ინტერესები ყოველთვის ღიაა, ნათელია, გამჭვირვალეა, რაც ერთგვარი გზავნილია ასევე ყველასთვის, რომ მათ პრობლემები პრინციპში არ აქვთ და აი ეს გარანტია, რომელიც სული გრძნობა მათი მხრიდან, რომ ისინი გარანტირებული არიან და არაფრის არ ეშინიათ. შეუძლებელია მხოლოდ იმაზე იყოს დაფუძნებული, რომ მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთ ძმასთან რაღაც ახალგაზრდობის მეგობრობა აქვს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გარანტია მათ აქვთ იმ კავშირებისგან რუსეთთან, რომელიც არსებობს ასევე მყარია და რომელიც ხელისუფლებას ამ ქვეყანაში ჭირდებოდა და დღესაც ჭირდება. სააკაშვილი თუ ბეჟუაშვილებს უნდა უმადლოდეს ხელისუფლებაში მოსვლას, ბეჟუაშვილებს არ უნდა დავიწყებოდათ ახალი მემარჯვენეების მიერ 2003 წელს გაძეული სამსახური, როდესაც გენერალურ პროკურატურაში დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს მსვლელობა არ მიეცა. მაშინ სააკაშვილის თანაგუნდელი დათო ბეჟუაშვილი იმუნიტეტით და ხმაურიანი საპარლამენტო გამოსვლებით სწორედ გამყრელიძის გუნდმა დაიცვა. გამყრელიძე დღეს ამბობს, რომ გაწეული სამსახური მისი პარტიის ფინანსებზე არ აისახება და ბეჟუაშვილთან მეგობრობაც კი არ აკავშირებს. როგორც ჩანს, ძმები მემარჯვენეებთან ისევ ვალში რჩებიან. საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეტიც როდესაც მას როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ბიზნესმენს და მის ერთ-ერთ ასე ვთქვათ საფინანსო გარანტს, როცა უტევდა შევარდნაძის ხელისუფლება, მეც და ჩემი თანაგუნდელები ძალიან სერიოზულად დავეხმარეთ, დაუდექით გვერდით და არ მივეცით საშუალება მაშინდელ ხელისუფლებას, რომ დავით ბეჟუაშვილი დაეჭირათ. რაც შეეხება მეგობრობას, ამას მეგობრობას ვერ დავარქმევ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ოპოზიციაში დავრჩით და ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ. იშვიათად შეიძლება რაღაც ოფიციალურ მიღებაზე თუ შევხვდე ბატონ დავითს, ბატონ გელასთან კიდევ უფრო დისტანცირებული ურთიერთობა იყო, ჩვენ როცა ოპოზიციაში ვიყავით, ის საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა, თუმცა ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ოპოზიციის შეკითხვაზე და ჩვენს შეკითხვაზე დროულად გაეცა პასუხი, რასაც ვერ ვიტყვი სხვა მინისტრთა და თანამდებობის პირს. ძალიან კი გვჭირდება მეც პირადად და ყველა ოპოზიციას ფინანსურად ძლიერი ჯგუფებისგან და წარმატებული ბიზნესმენებისგან დახმარება, მაგრამ როცა იცი რომ ეს წარმოუდგენელია, არც გააკეთებს და ალბათ არც უნდა გააკეთოს, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ რამეს მიაღწია ბოლო პერიოდში დათო ბეჟუაშვილი, მე არ ვიცი გელა ბეჟუაშვილის ბიზნესებზე არაფერი, დათო ბეჟუაშვილმა, მას საკმაოდ დიდი ჰოლდინგი აქვს დღეს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ამ გუნდის დამსახურება. ბეჟუაშვილების ბიზნესის პირველი ნაბიჯები საზოგადოების და მედიის განხილვისაგნად არაერთხელ ქცეულა. მათი კავშირი იტერასთან და უცნაურად გაკოტრებულ გაზის ქართულ კომპანიებთან, თუმცა გაცილებით საინტერესოა ბეჟუაშვილების ამჟამინდელი იმპერია, რომლის აქტივების, ტენდერების და მიღებული შემოსავლების დათვლა კონტროლის პალატას 1 წლის განმავლობაშიც კი გაუჭირდება, საიდან და როგორ დაიწყო ბეჟუაშვილების ბიზნესის მშენებლობა. აფხაზეთის ომის დასრულებიდან მალე საქართველოს მოქალაქეს ვინმე რობერტ ბეჟუაშვილს გაუჩნდა იდეა ოფშორში მარშალის კუნძულებზე დაერეგისტრირებინა კომპანია ჩემექსიმ ინტერნეიშნალი, რომლის დირექტორიც მალევე გახდა. ჩემექსიმ ინტერნეიშნალი, რომელიც თავის მხრივ ფლობს კომპანია GIG Groups. რას ფლობს GIG? საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის საქმიანობის ძირითადი სფეროა. ბუნებრივი აირი იმპორტი და დისტრიბუცია კომპანიის საბითუმო მომხმარებელს მიეკუთვნება 30-მდე კორპორატიული კლიენტი, ცემენტის, აგურის, მინის და მეტალურგიის წარმოებები, გაზგასამართის სადგურები, მცირე და საშუალო ბიზნესი, მოსახლეობა. კომპანიას ასევე გააჩნია საკუთარი გაზგასამართის სადგურების ქსელი, რომლის მეშვეობითაც იგი ახდენს ბუნებრივი აირის საცალო რეალიზაციას. ჰიდროელექტროენერგია, გენერაცია მცირე და საშუალო ჰესებზე ამჟამად კორპორაცია ოპერირებს 7 მცირე და საშუალო ჰესით. თბოელექტროენერგია კომპანიის საკუთრებაშია გარდაბნის თბოელექტროსადგური, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობა. გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. საკნახშირი კი GIG ჯგუფის ძირითადი საქმიანობის სფეროა. ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირის გამდიდრება და მისი რეალიზაცია. საკნახშირი ტყიბულის მაღაროებში საქმიანობას 2006 წლიდან შეუდგა. საკნახშირი გახდა ტყიბულ-შაურის ქვანახშირის საბადოზე და ასევე ახალციხის მურა ნახშირების საბადოზე
საზოგადოზე ნახშირის მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელი. ინტერტრანსის ძირითადი საქმიანობაა საბაჟო საკონტეინერო მომსახურება, კერძოდ ქვეყანაში რკინიგზით შემოსული კონტეინერების მომსახურება. Global Transit დაფუძნდა 2005 წელს. თავდაპირველად მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ცემენტის რეალიზაცია, გარემოს ანალიზის საფუძველზე გადაწყდა ცემენტ-მზიდი ავტომანქანების შეძენა და 2007 წლის ივნისიდან დღემდე კომპანია ჩართული იყო ისეთი პროექტების, როგორიცაა ავტობანის სამხედრო ბაზების სარწყავი და სასმელი წყლის სათავო ნაგებობების მშენებლობაში. ასევე კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო პროგრამით აშენებული სკოლებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში. ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა 2006 წელს შეუერთდა GI ჯგუფს. ამჟამად ქარხანა აღჭურვილია მსხვილი კომპლექსური სიმძლავრეებით, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია დამზადდეს მანქანათმშენებლობის პროფილის სხვადასხვა დეტალების ნომენკლატურა. ინდუსტრია კირის საქმიანობის ძირითადი სფეროა ჩაუმქრალი კირის წარმოება. მის მიერ წარმოებული პროდუქცია გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში, აგრეთვე შავმეტალურგიასა და ფერადი ლითონების მოპოვებელ მრეწველობაში. დურნუკის ღორღის ქარხნის ძირითადი საქმიანობა გახლავთ ბაზალტის ნედლეულისგან სხვადასხვა ფრაქციის ღორღის გამოშვება. კომპანია ორბი დაარსდა 2005 წელს. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა სატიხრე ბლოკის, სამშენებლო ბლოკის და ტროტუარის ფილების წარმოება. ტიფლისის სიტის ძირითადი საქმიანობის სფეროებია დეველოპმენტი, უძრავი ქონების მართვა, რეკონსტრუქცია და მშენებლობის მენეჯმენტი. ბიზნეს ცენტრის საბურთალო ადგილმდებარეობა თბილისი, პეკინის 34 ყაზბეგის გამზირის და პეკინის გამზირის გვეთა. ტექნიკური მონაცემები. მიწა 4996 კვადრატული, შენობა ნაგებობები 14000 კვადრატული, სამომავლო გეგმები, შენობის დანგრევა და მის ადგილას თანამედროვე ტიპის ბიზნეს რიტეილ ცენტრის აშენება. ოფიცერთა სახლი. ადგილმდებარეობა თბილისი, რუსთაველის 16, რუსთაველის თეატრის და საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ. ტექნიკური მონაცემები მიწა 2662 კვადრატული მეტრი, შენობა ნაგებობა 4636 კვადრატული მეტრი. სამომავლო გეგმები სასტუმროს და გასართობი ცენტრის მშენებლობა, ბიზნეს ცენტრი ჯიქიას ქუჩაზე, ადგილმდებარეობა თბილისი, ჯიქიას 5, კომპანია მაგთის სათაო ოფისის გასწვრივ. ტექნიკური მონაცემები მიწა 2072 კვადრატული მეტრი, შენობა ნაგებობა 1459 კვადრატული მეტრი, სამომავლო გეგმები, იჯარების მართვა და მხარდაჭერა. ბიზნეს ცენტრი დელისი, ადგილმდებარეობა თბილისი, დელისის ქუჩა მესამე შესახვევი ნომერი 22. ტექნიკური მონაცემები მიწა 7654 კვადრატული მეტრი, შენობა ნაგებობა 8105 კვადრატული მეტრი. სამომავლო გეგმები, იჯარების მართვა და მხარდაჭერა. ბიზნეს ცენტრი ყაზბეგის 47. ადგილმდებარეობა თბილისი, ყაზბეგის 47. ტექნიკური მონაცემები მიწა 4512 კვადრატული მეტრი, შენობა ნაგებობა 8668 კვადრატული მეტრი. სამომავლო გეგმები, მთავრდება მუშაობა არქიტექტურულ გეგმარებაზე, რის საფუძველზეც მოხდება შენობის თანამედროვე ბიზნეს ცენტრად მოდერნიზება. A-კლასის ბიზნეს ცენტრი ლერმონტოვის ქუჩაზე. ადგილმდებარეობა თბილისი, ლერმონტოვის და ქიქოძის ქუჩის კვეთა 3 წუთის სავალი თავისუფლების მოედნიდან. ტექნიკური მონაცემები მიწა 8034 კვადრატული მეტრი, შენობა ნაგებობა გამოსაყენებელი ფართი 2876 კვადრატული მეტრი. სამომავლო გეგმები, შენობის უახლოეს 4 თვეში დასრულება. A-კლასის თანამედროვე ბიზნეს ცენტრად ჩამოყალიბება სრულად ან ნაწილობრივ გაქირავება. სასაწყობი მეურნეობა აგლაძის ქუჩაზე, ადგილმდებარეობა თბილისი, აგლაძის ქუჩა 32, ელიევას ბაზრობის და საგამოფენო კომპლექსის მიმდებარედ. ტექნიკური მონაცემები მიწა 79508 კვადრატული მეტრი, შენობა ნაგებობა 27800 კვადრატული მეტრი. არსებული მდგომარეობა ამჟამად ხელმისაწვდომია სხვადასხვა სასაწყობი ფართი, სამომავლო გეგმები, რედიზაინი, მშრალი და სამაცივრო საწყობების მოდერნიზება და იჯარებით დატვირთვა. პროექტები ბათუმში. საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქ ბათუმში, სანსითი, ადგილმდებარეობა ბათუმი, რუსთაველის ქუჩის გაგრძელება ესაზღვრება ბათუმის ბულვარს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს. ტექნიკური მონაცემები მიწა 18800 კვადრატული მეტრი, შენობა ნაგებობა 36000 კვადრატული მეტრი. არსებული მდგომარეობა, შენობა დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. საქართველოს სხვა რეგიონები, მანგლისი, ადგილმდებარეობა მანგლისი, ტექნიკური მონაცემები მიწა 14 ჰექტარი, გუდაური, სამთო სათხილამურო კურორტი, ადგილმდებარეობა გუდაური 150 მეტრი საბაგირო გზიდან. ტექნიკური მონაცემები მიწა 4300 კვადრატული მეტრი, შენობა ნაგებობა 4000 კვადრატული მეტრი. სამომავლო გეგმები, რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი, ბაკურიანი, სამთო სათხილამურო კურორტი, ადგილმდებარეობა ბაკურიანი, კოხტაგორას მიჯნაზე 120 მეტრი საბაგირო გზიდან. ტექნიკური მონაცემები მიწა 12000 კვადრატული მეტრი. სამომავლო გეგმები, სასტუმროს და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. ეს იმ კომპანიების ნუსხა, რომელიც GIG-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა, მაგრამ არის კიდევ 24 კომპანია, რომელიც პირდაპირ და
პირებად უკავშირდება ბეჟუაშვილების მრავალპროფილიან ბიზნესს. შპს ქართული ღორღი, სადაც 100%-იანი წილის მფლობელი ასევე ჰოლდინგის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია. შპს დონ იმპექსი, სადაც დირექტორი იგივე პირია, ვინც ხელმძღვანელობს ვაიმაქს ჯორჯიას, რომელშიც ჩემექსიმ ინტერნეშნალს 51%-იანი წილი აქვს. კომპანია EGS-ი, სადაც GIG-სთან ერთად 50%-იან წილს სახელმწიფოც ფლობს. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2 ბეჟუაშვილებს ამ ნაციონალური ტელეარხის განვითარებაში 30%-იანი წილი აქვს. ტელეკომპანია პირველი სტერეო, სადაც GIG 65%-იან წილს ფლობს. ტელეკომპანია მზეში GIG-ს 45%-იანი წილი აქვს, ხოლო თავის მხრივ პირველი სტერეო უკვე სატელევიზიო არხის Top TV-ს 100%-იანი წილის მფლობელად სახელდება. კომპანია ნანოტესტ, რომლის ხელმძღვანელის მიერ რწმუნებული რატი ჩაკვეტაძე, ასევე რწმუნებულად გვევლინება ბეჟუაშვილებთან დაკავშირებულ კიდევ რამდენიმე კომპანიაში. კასპი ცემენტი, რომლის მუშებსაც ბეჟუაშვილების მამა ჩემექსიმ ინტერნეშნალის სახელი წერილებს ჯერ კიდევ 2006 წელს უგზავნიდა. თავის თავში კასპი ცემენტი აერთიანებს რუსთავ ცემენტს, მელიზას, კავკასია ტრანს, კარიერი ინვესტს და მოგვიანებით ეს ყველაფერი იქცა საქცემენტად, რომელიც ასევე საქმშენის 100%-იანი წილის მფლობელია. თავის მხრივ მელიქიშვილის 16-ში რეგისტრირებული საქცემენტი ერთ დღესაც ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიად გადარეგისტრირდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კავკასუს ცემენტ ჰოლდინგია. იგივე მისამართია რეგისტრირებული ჰაიდელბერგ ცემენტ კავკასუსი, სადაც 100%-იან წილს ჰაიდელბერგ ცემენტ Central Europe ჰოლდინგი ფლობს. იგივე კომპანია ფლობს 100%-იან წილს ასევე მელიქიშვილის 16-ში რეგისტრირებულ ჰაიდელბერგ ბეტონ ჯორჯიაში, რომელიც თავის მხრივ 77%-იან წილს ფლობს ქართულ ცემენტში, რომელსაც ჯერ კიდევ 2009 წელს შეერწყა კომპანია ალგე მინერალი. ასე გამოიყურება ბეჟუაშვილების გვართან დაკავშირებული ბიზნესის ვიზუალური სქემა. ერთი ძმა სააკაშვილის ახლო მეგობარი, ჯგუფელი და ქვეყნის დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორია. მეორე ძმა კი საქართველოს პარლამენტის წევრი. სავარაუდოდ ბეჟუაშვილების ინტერესები გამოიკვეთა რიყეზე მშენებარე კომპლექსთან დაკავშირებითაც, როდესაც ბუდაბარის მშენებლობაზე კომენტარი ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში გეგი ქელბაქიანმა გააკეთა. ქელბაქიანი კი რამდენიმე წლის განმავლობაში GIG-ის ხელმძღვანელ პოსტზე მუშაობდა. ხარისხი თბილისის ბუდაბარში მუსიკის, როგორც მუსიკის, ასე გარემოსი, ასევე საკვების და ყველაფრის იქნება ზუსტად იგივე და იდენტური იმისი, რასაც ჩვენ ვიგებთ პარიზში, რასაც ჩვენ ვიგებთ ლონდონში და ნებისმიერ სხვა ბუდაბარში მსოფლიოს მასშტაბით. რიყესთან დაკავშირებით არსებობს სხვა ტიპის ინფორმაციაც. თავის დროზე ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის რამდენიმე წლის წინანდელ დოკუმენტაციაში, რომელიც ქართულ-რუსულ ბიზნეს ფორუმისთვის არის მიძღვნილი, წერია, რომ რუსეთში მოღვაწე ქართული ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის თვალსაჩინოში ჰესების და ქარხნების გარდა რიყის პროექტიც მოიქცა. მაგრამ უცნობია იაკობაშვილის და ბუდას ურთიერთობის გაგრძელება, თუმცა ცნობილია, რომ გელა ბეჟუაშვილი და დავით იაკობაშვილი ახლო მეგობრები არიან. დავით იაკობაშვილი მოსკოვში კაზინოების მიწელიცას და ჩერის, კვების პროდუქტების მეგა კომპანიის ვიმბილდამის დამფუძნებელი, კომპანია ტრინიტის გამგეობის საბჭოს თავმჯდომარე, რუსეთის ებრაელთა კონგრესის ბიუროს წევრი და მეწარმეთა საზოგადოებრივი გაერთიანება დილავაია რესიას გამგეობის წევრია. ასევე გახლავთ რუს ბრენდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არის რუსეთის მილიარდერთა ასეულში. თუმცა ანატომიის წყარო ბეჟუაშვილების რუსეთში მოღვაწე ბევრად უფრო ახლო მეგობრებსაც საუბრობს. ისინი პრინციპულად სხვა გაქანების ბიზნესმენები არიან. ეს არ არის რაღაც 30 რესტორანი რო გახსნა და ანდა რაღაც მცირე მასშტაბის მონოპოლია რომ მოიპოვა რაიმე კონკრეტულ მიმართულებას. ამასთანავე მრავალ წლებს ითვლის მათი ბიზნესი და პრინციპში ამ ადამიანებმა მოახერხეს რომ მეტნაკლებად თანაბარი კეთილგანწყობილი ბიზნეს-გარემო ჰქონდათ ყველა ხელისუფლების პირობებში საქართველოში. ბოლო ორი ხელისუფლების, სააკაშვილის და შევარდნაძის პირობებში. ჩემის აზრით ამ კითხვაზე პასუხი რატომ და როგორ მოახერხეს რომ შევარდნაძის დროსაც ვთქვათ ავანგარდში იყვნენ და სააკაშვილის დროსაც არის სწორედ რუსეთი, მათი კავშირები რუსეთთან, რუსულ ბიზნესთან და რუსულ ფულთან. იმიტომ რომ ორივე ხელისუფლება მიუხედავად რიტორიკისა დიდწილად რა თქმა უნდა რუსული ბიზნესის და რუსული კაპიტალზე არის დაფუძნებული და დამყარებული. და ბეჟუაშვილები ამისი ძალიან კარგი მაგალითია. თავისთავად ის ფაქტი რომ ეს ადამიანები ეს ორი ძმა პრაქტიკულად არც ერთი წუთი თავისი აქტიური ცხოვრების არ ყოფილან პირდაპირ მნიშვნელობით ბიზნესში მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში და იმავდროულად
ამხელა ბიზნეს ინტერესები ქონდათ, რა თქმა უნდა, იმის დასტური არის, რომ ისინი ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნით და თავად ხელისუფლებაში ყოფნით ერთის მფარველობდნენ საკუთარ ბიზნესს, მეორეს მხრივ სრულმასშტაბიან გარანტიებს იქმნიდნენ თავისუფალი საქმიანობისთვის და იმავდროულად იყვნენ ერთგვარი შუამომავლები ხელისუფლებისთვის რუსეთთან ურთიერთობაში. მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ ეს არის წმინდა ხასიათის ბიზნეს ურთიერთობა, იმიტომ რომ კარგად ვიცით მეორე მხარეს, ისევე როგორც საქართველოში სამწუხაროდ, ასევე მეორე მხარესაც რა ტიპის ბიზნეს სამყაროა. სახელისუფლებო ბიზნესი არის როგორც რუსეთში, ისევე საქართველოში. ამიტომ ამ ორი ჯგუფის კავშირი ერთმანეთთან ბუნებრივად გვაფიქრებინებს და მიგვანიშნებს იმაზე, რომ რეალურად საუბარი არის ერთგვარ გზასთან თუ ფანჯარასთან თუ შესაძლებლობასთან, რომელიც ორივე ხელისუფლებას დატოვებული ქონდა კრემლთან ურთიერთობაში. ასე გამოიყურება ის ბიზნესი, რომელსაც ხელმძღვანელობს რობერტ ბეჟუაშვილი. როდესაც კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ბეჟუაშვილებს, მათთან დაახლოებულმა პირებმა გვიპასუხეს, რომ ცოტა უხერხულია დეპუტატმა ბიზნესზე ისაუბროს. როგორც ჩანს, დეპუტატს უხერხულად წარმატებული ბიზნესი აქვს, რომელზე საუბარსაც ის თავად არიდებს თავს. ანატომიის ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა არჩია, გვიამბო, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტის დროს რუსეთში მას ახლდა გელა ბეჟუაშვილი. ვლადიმერ პუტინი პროტოკოლით გათვალისწინებული წესის მიხედვით დელეგაციის ყველა წევრს ხელს ართმევდა. პუტინი ბეჟუაშვილთან შეჩერდა და გადაულაპარაკა, რომ ის ძალიან გავდა ბერიას. ეს რესპონდენტი ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. სხვათა შორის ამის ვიდეო ფირიც არსებობს, რომლის მოძიებაც მაესტროსთვის, რა თქმა უნდა, შეუძლებელი აღმოჩნდა. რჩება ერთადერთი შეკითხვა: ვისია ეს ბიზნესი? ბეჟუაშვილების, ბერიების, მარტიროსიანების თუ სააკაშვილის? ვიფიქროთ ჩვენს ანატომიაზე. შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.